ნამდვილად ვიმოგზაურებ დროში, იქიდან გამომდინარე, რომ 14 ივნისს პირველი ქართველი კინოვარსკვლავის ნატო ვაჩნაძის დაბადებისა და ამავე დროს მისი ტრაგიკულად გარდაცვალების დღეა. ქართული კინოს პირველი ვარსკვლავი ის ადამიანია, რომელმაც კინო ხელოვნებად აქცია, რა თქმა უნდა, იმ თაობის რეჟისორებთან ერთად. ვაჩნაძე არ არის პირველი ქალი, რომელიც ქართველმა მაყურებელმა ეკრანზე ნახა, თუმცა ის არის პირველი ვარსკვლავი, რომლის ფილმებმაც გააერთიანა მაყურებელი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საბჭოთა კავშირის მთელ სივრცეში და ის 20-იანი, 30-იანი წლების საბჭოთა ეკრანის ნამდვილ მეგავარსკვლავად იქცა და კარიერის მწვერვალზე მან ჰოლივუდის ტიპის პოპულარობა და ბრწყინვალება მოიპოვა. უნდა გითხრათ, რომ 1904 წლის 14 ივნისს ვარშავაში დაიბადა მამამისი გიორგი ანდრონიკაშვილი. მეფის რუსეთის ჯარისკაცი გახდათ და სწორედ მისი სამხედრო ნაწილი იქ იყო იმ ხანად განლაგებული. ნატო ვაჩნაძის დედა იტალიური წარმოშობის პოლონელი ეკატერინე სლივიცკაია იყო, რომლის მშობლებსაც ასევე თავადური წარმომავლობა ჰქონდათ. და სულ მალე გიორგი ანდრონიკაშვილი დაინიშნა ამიერკავკასიის თერგის ოლქის უფროსად და ანდრონიკაშვილების ოჯახი საქართველოში დაბრუნდა. თვითონ გვარი ანდრონიკაშვილი საკმაოდ ისეთი ძირძველ თავადურ შტოს წარმოადგენს. უნდა გითხრათ, რომ მათი ისტორია ბიზანტიის იმპერატორებიდანაც კი მოდის. ანდრონიკე იმპერატორი არის ამ გვარის ფუძემდებელი, რომელიც შემდგომში სამეფო ინტრიგების გამო საქართველოში ჩამოდის და მისი ვაჟი თამარ მეფის წყალობით ანდრონიკე ბრუნდება უკან ბიზანტიაში, თუმცა მისი შთამომავლები რჩებიან საქართველოში და კახეთში იღებენ მამულებს და აი აქედან იწყება ამ გვარის ისტორია. თავად ნატო ვაჩნაძის ბებია დარო ჭავჭავაძე, ილია ჭავჭავაძის ბიძაშვილი გახდათ და აი ესეთი დახუნძლული აი თუ კი რაიმე საინტერესო ესეთი გზაჯვარი დინი შეიძლება იყოს გენეალოგიაში, მართლა ნატო ვაჩნაძე ყველა მხრიდან მართლა ეს ყველაფერი. სანამ ნატო ვაჩნაძე მოვიდოდა კინოში, კინოზე ხალხს ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა, თავადაც ორჯერ იყო კინოში ნამყოფი, მაგრამ როგორც ყვებიან სეანსის დასრულებამდე ვერც გაძლო, იმიტომ რომ არ იყო, აი ეს კინო იყო მაშინ როგორც თითქოს ცირკი, მაგრამ არც ცირკი, აი ძალიან ისეთი ჯერ ახალი ხილი იყო. და სწორედ თვითონ 19 წლის ასაკში მოვიდა კინოში. მამის მკვლელისა და არსენა ყაჩაღის ამ ორი ფილმის გამოსვლის შემდეგ მას უკვე ქუჩაში ცნობდნენ და სწორედ მასთან ერთად ვითარდებოდა ქართული კინო. გურჯაანში იზრდებოდა, სადაც აი ეს სახლი მათი საგვარეულო დღესაც არსებობს, იქ მუზეუმი ფუნქციონირებს უკვე მრავალი წელია და ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ შარშან დაფუძნდა კინოდაჯილდოება ელისო, რომელიც უკვე მეორედ ჩატარდება. ელისო ეს გახლავთ ნატო ვაჩნაძის მეუღლის გენიალური რეჟისორის ნიკოლო შენგელაიას ფილმი მუნჯიკინოს შედევრი, სადაც ნატო ვაჩნაძის და უფროსი კირა ანდრონიკაშვილი ასრულებს მთავარ როლს და სწორედ მისი სახელი ჰქვია ამ კინოდაჯილდოებას. და ჩვენ როდესაც ვიყავით ამ დაჯილდოებაზე, გადავიღეთ ის ადამიანები, ვისაც ახსოვდათ ნატო ვაჩნაძე აი ბავშვობის მოგონებებში. ხა წარმოიდგინეთ 65 წელზე მეტი გავიდა მისი გარდაცვალებიდან. ეს ადამიანები უკვე აი ძალიან ცოტა დარჩა თითო-თითოღა და სწორედ აი ამ დაჯილდოებაზე 14 ივნისს მოვიდნენ ისინი და ჩვენ ჩავწერეთ და შეგვიძლია ვნახოთ ეს ადამიანები მათ ბავშვობის მოგონებებში როგორ დარჩა ნატო ვაჩნაძე. მე ვარ 92 წლის, 10 წლისა ვიყავი, როდესაც დედაცემო გამასწრო თავისი მეგობარი ბავშვობის ამ ბეზარანთ უბრიდან. მართლა ეგეთი ლამაზი იყო? ძალიან მე სამუდამოდ დამრჩა მეხსიერებაში და ვეთაყვანები მაგის ნიჭსა და სილამაზეს, იმიტომ რომ ეს ღვთის მოდებულია მასეთი სილამაზე და ტალანტი ერთდროულად. ემადინით ჩამოგზავნდა ქალბატონი ნატო, აქ უბანში მოხუცი ქალები იყვნენ, შეხვდნენ წივილი და ნატო ჩამოგზავნდა. ნუ ქართულად გახურათ, რაც შეიძლებოდა ალბათ იმას პატივისცემს ყველაფერი. ჩვენ უკვე კარგად გაცნობიერებულები ვიყავით, რომ ვინ იყო ნატო.
რაც წარმოადგენდა. ო და მისი ნახვა და მისი ერთი მოფერება და ეხლა თავზე ხელით გადასმა 11 ღირდა რა ეს ალბათ ღვთისმადლი იყო რა. რამდენი წლისა იყავით? ალბათ 12-13 წლისა იყო რა. აი ეხლა მოხვედით აქ და არის 120 წლის იუბილე. 120 წლის იუბილეა. აი როგორი განცდა? განცდა ცრებლიანი. ნამდვილად 90 წლის კაცი ვარ და იშვიათია. სიმბლეს ჩამოვარდნა, მაგრამ ეს სურათს რო უყურებ, ეს რაღაც ჩემი მგონია. უყურებ რაღაცი ჩემი მგონია, ხო? გერგი, რაღაცნაირად სენტიმენტალური იყო. პირველ ქართულ კინოვარსკვლავზე. ის იყო უხმო მუნჯი კინოს ლეგენდა, თუმცა როგორც კი კინო გახდა ხმოვანი, ახლა ჩვენ ვხედავთ აკაკის აკვანიდან მის სცენებს, სადაც აკაკის გამზრდელს განასახიერებს ნატო ვაჩნაძე და მან ძალიან კარგად აალღო აი ამ ხმის შემოსვლას კინოში და არაჩვეულებრივი რამდენიმე ხმოვანი როლიც განასახიერა. მისი სილამაზე ეს არის ბერძნული წარმოდგენები სილამაზეზე, სწორედ აი ეს ჰარმონია, შუქი, ის სინათლე, რომელიც მას საკუთარ გარეგნობაში ჰქონდა და ამბობენ, რომ ეკრანმა კიდევ ვერ გადმოსცა ის მშვენიერება, რომელიც ვაჩნაძეს ჰქონდა, მას ჰქონია მომწვანო ალუჩისფერი თვალები და სხივი თვალებში. და სხივი, რაც თავი ეს სხივი ჩანს, მაგრამ თვალის ფერი მხოლოდ აი ესე ადამიანების მოგონებებიდან შემოგრჩა. უნდა გითხრათ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ელდარ შენგელაიამ ახალი ფილმის გადაღებები, როდესაც დაიწყო, ჩვენ ვიყავით ამ გადაღებაზე და მე მომაგონდა ერთი წერილი, რომელიც ღრმა ბავშვობაში ბატონ ელდარს გაუგზავნა დედამ. და ეს წერილი ესე ფიზიკურად ყოფილა დაკარგული. და რა თქმა უნდა მუზეუმში ინახებოდა და სწორედ აი ამ წერილის ესე ასლი გადავეცით და ვეცადეთ რომ ბატონი ელდარისთვის გაგვეხსენებინა ეს მოგონება და ესეც შეგვიძლია რომ ვნახოთ როგორ კითხულობს ბატონი ელდარი. ხმამაღლა რო წაიკითხოთ ძვირფას ელდარ დედისგან მუდამ ყურადღებითა და გულის ხმერებით მოეკიდა სხვათა მწუხარებას. ცხოვრება მაშინ არის კარგი, როდესაც ადამიანს მთელი გულით შეუძლია სიკეთის გაცემა და სხვერპლით გაღება, თუ ეს მის ახლობლებსა და მეგობრებს დასჭირდებათ. სწორედ მაშინ იქნება ღირსეული და ბედნიერი ადამიანი. დედაჩემი. გიტოვებთ? კი, გიტოვებთ, გჯუქნით. ეს როდის გამოგიგზავნათ, ბატონო ელდარი? როდის მოგწერათ ეს წერილი? აი, გეტყვი. 13 წლის რო იყო. თუ 13 წლის რო იყო. და მე მთელი ცხოვრება ამით იხემძღვანებდა. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. საერთოდ დედა იყო ჩემთვის ყველაფერი. საერთოდ მთელი ცხოვრების განმავლობაში სწორედ აი ამ წერილით იხემძღვანელა ბატონმა ელდარმა და ქართული კინოს ისტორიაში სამუდამოდ პირველი ქართველი კინოვარსკვლავის სახელი დარჩება და ქალთა ძლიერების გზაზე მან უამრავი მაგალითი დაგვიტოვა და სწორედ 14 ივნისს მას კიდევ ერთხელ გაიხსენებენ მის მშობლიურ გურჯაანში და არა მხოლოდ იქ და ბედნიერება რომ აი ასეთი პირველი კინოვარსკვლავი ყავს. საკ მადლობა. ფიქრობ, რამდენი თხრობის ენაა მასში, ჯერ როდის და ეს სამსახიობო, ესე ვთქვათ, ენა, რომლითაც მართლაც ღაპრულია.